მოგესალმებით ძირფას რადიო მსმენელებო, ტელემაყურებლებო, სპორტის მოყვარულებო. გვაქვს შესაძლებლობა დავიწყოთ ძალიან საინტერესო განსაკუთრებული მოვლენით. ისტორიაში პირველად საქართველოს უფროსებს შორის ფიგურული სიგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა. ლუკას და ანასტასია სპორტული წყვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია. ისტორიული მედალი. დავწერეთ, ხო, ისტორია. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა ამ წყვილზე და სპორტის ამ სახეობაზე გვესაუბრა, მაგრამ უშუალოდ ახლა მაინტერესებს შენი შეფასება, რასთან გვაქვს საქმე, რას ნიშნავს ვიცე-ჩემპიონობა, ეს ტიტული და რა შესაძლებლობებს აჩენს ამ სპორტში დამატებით კიდევ ასეთი აღიარება. გილოცავ დავით შენს, ყველას ვილოცავ ამ მორიგ აღიარებას და მორი დიდ მედალს. მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალია, როგორც უკვე აღნიშნეთ, ისტორიული მედალი და რას ნიშნავს პირველ რიგში, ამაზე შეიძლება ბევრი საუბარი თქვა, თუნდაც ის რომ ეს არის ერთგვარი სტიმული, კიდევ ერთი სტიმული სპორტის ამსახეობის განვითარებისთვის. ყავს ევროპის ჩემპიონები, ყავს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები, ეს წყვილი. და ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ადგილი და ჩვენ ვისაუბრეთ ერთხელ დავით ფიგურულ სიგურაობაში ასაკობრივ ცენსთან დაკავშირებით რომ სხვა სპორტისგან განსხვავებით შედარებით ადრე მიიჩნევიან ასე ვთქვათ ვეტერანებად სპორტსმენები ვთქვათ ლუკა ბერულავა 23 წლის არის ჯერ წინა აქვს რა თქმა უნდა ყველაფერი 26-27 წლიდან უკვე გარკვეულწილად ვეტერანები არიან, თუნდაც აი ვინც გახდა ახლა მსოფლიო ჩემპიონი გერმანული წყვილი, მინერ ფაბიენ ჰასე და ნიკიტა ვოლოდინი, ყოფილი რუსეთის ნაკრების ყოფილი წევრი, ახლა გერმანიის სახელით გამოდის 26-27 წლისანები არიან და მათ ერთ-ერთ ინტერვიუში კიდეც განაცხადეს, რომ ეს წლევანდელი ოლიმპიადა შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატიო შეიძლება იყოს ბოლო შანსიო, რომ თქვათ რაღაც დიდი ტურნირი მოვიგოთო და მოიგეს კიდეც მათ ხან მსოფლიო ჩემპიონატი. ასე რომ ხა უახლოესი ყველაზე ეს მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და უკვე ოლიმპიადა 4 წლის შემდეგ ზამთრის ეს თაობა ეხლა ვინც ფურორი მოახდინა და გვაჩოქა ამდენი სიხარული შესაძლოა უკვე ვეტერანებში იყოს და ახალი სისხლი იყოს საჭირო აი ამ კუთხით ახალი თაობა. და აი ეს მედალიც, დღევანდელი გუშინდელი მედალიც, რაზეც საუბრობთ, არის კიდევ ერთი სტიმული იმისა, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ ვთქვათ დაგეგმა მომავალის ბუნებრივია, როდესაც წარმატება გააქვს ნებისმიერ სფეროში, უკვე ფიქრობ, რომ შემდეგ სულ მცირე წარმატება მაინც გავიმეორო. სულ მცირე და გაუმჯობესებაზე მედის უკეთ ვიდრე წინა ოლიმპიადაზე იყო ასეთი დევიზი ლოზუნგი ხო ჩვენი ოლიმპიელების და მართლაც განხორციელდა ის ზაფხულის ოლიმპიადაზე იყო. ასე რომ ესეც ძალიან დიდი მიღწევა ბუნებრივია თავისუფალი პროგრამა თლად კარგად გუშინ ვერ ჩაატარეს ლუკამ და ანასტასიამ მეოთხე ადგილი დაიკავეს თუმცა ორი დისციპლინის ჯამში მათ მეორე ადგილი დამსახურებულად ერგოთ კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ და ხალ კიდევ გრძელდება გუშინ სანამ მედალკინა და ბერულავა გავიდოდნენ ყინულზე ჩვენი ვაჟთა ნაკრების ლიდერმა იასპარეზა თუმცა მეცველოდით უნდა ითქვას ნიკა ეგაძისგან მე-15 ადგილი დაიკავა ევროპის მოქმედი ჩემპიონია ეგაძე თუმცა წინ კიდევ დღეს ანასტასია გუბანოვა მოსინჯავს ძალებს თავისუფალ პროგრამაში ისიც მედლებისთვის იბრძვის აქვს შანსი და მოკლედ აღმავლობის გზაზეა რო ეთქვიან ჩვენი ფიგურული სიგურაობა. რაც წინა წლებში საერთოდ ფანტასტიკის სფეროში. ახალგაზრდების დაინტერესება შენ ახლა ნახე ამ სპორტით, როდესაც გარკვეული შედეგი გვაქვს და დაშს ვუკრავთ საზოგადოება ამ აღიარებას, შემდეგ ეს დამატებით мотиваციას უჩენს ხოლმე ადამიანებს საკუთარი თავი ცადონ ამ სპორტის სახეობებში. ასე ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, გადამდებია ეს წარმატება და ემოცია და რაღაცნაირად, როდესაც იჭრება გზა და ყვალი, შემდეგ თითქოს უფრო მარტივია ხოლმე შედეგების მიღწევა.
კვარას შემთხვევაშიც, როდესაც მან კლავ, როგორც ამბობენ, დაუბრუნა ქართულ ფეხბურთს ის იდეადე, ის განსაკუთრებულობა, რაც მას ყოველთვის ჰქონდა, რითაც გამორჩეული იყო, ჩვენ ხედავდით, როგორ დაინტერესდა ისევ და მობრუნდა რაღაცნაირად საზოგადოება ფეხბურთისკენ და ფაქტობრივად კვარას სახელს მთელი მსოფლიო ყვიროდა და ჩვენ ხო განსაკუთრებით და ვიცი მე ბავშვებს დაარქვეს მისი სახელი და იყო მთელი ამბავი. ძალიან საინტერესო საქართველოში, იტალიაში. კი, ამბავი ასევე ფეხბურთში მოხდა გუშინ ისრაელს შორის ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა 2-2 ცოტა არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა იქ მწვრთნელის მისამართით ისმოდა გარკვეული კრიტიკა რასთან მქონდა საქმე და შემდეგ უკვე ვისაუბროთ კვარას როლზე იმიტომ რომ ორივე გოლი მან გაიტანა თან პირველად კაპიტნის რანგში ეს ტიტული დამატებით რას ნიშნავს თავად გუნდისთვის სპორტსმენისთვის აი ამ მიმართულებითაც მინდა რომ ვისაუბროთ რა თქმა უნდა, ვეთანხმები სრულად შენსას, რომ პრივილეგიაა ერთგვარი კაპიტნით ყოფნა, თუმცა დამატებითი, რა თქმა უნდა, თვირთი ნებისმიერი სპორტსმენისთვის. ის რომ ხვიჩა კვარაცხელია დღეს საუკეთესოა საქართველოში და როგორც შენ აღნიშნე, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა გარკვეული პერიოდი ბათუმის დინამოში რომ თამაშობდა, რომ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე, სადაც ძალიან ცოტა გულშემატკივარი და ის მოაბრუნა ხალხის სტადიონზე და ლამის სავსე სტადიონზე მიმდინარეობდა მატჩები კვარასანახავად მიდიოდა ხალხი ეს სალსახა. ახლაც გუშინდელი მატჩი რომ გავიხსენოთ მიხეილ მესკის სახელობის სტადიონზე ყველა რა თქმა უნდა გუნდია და გუნდის მიღწევა გამარჯვებაც და თქვათ ერთად განიცდიან წარუმატებლობასაც და სიხარულსაც როდესაც გუნდი იგებს თუმცა კვარაცხელია გუშინდელ მატჩში იყო გამორჩეული მარტო არა იმიტომ რომ თქვათ 2 გოლი გაიტანა დუბლში ასულა 2-0 დააწინაურა ნაკრები მისი ყველა შეხება ისევე როგორც ყველა მატჩი თუნდაც კლუბში ფრანგულ პარი სენ-ჟერმენში ყველა შეხება ბურთთან ყველა მოძრაობა თქვათ იყო დამატებითი სტრესი ასე თქვათ მეტოქე გუნდისთვის მეტოქე გუნდის მსვლელებისთვის მსმელმა აღნიშნა კიდეც ისრაელის ნაკრების მსმელმა რომ მე უკმაყოფილი ვარო ჩემი გუნდის თამაშთან მაგრამ უკვე დროა ბოლოს და ბოლოს ვისწავლოთ კვარაცხელიას დონის ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშიო რასაც ვერ ვიტყვი თქვათ იგივე მწვრთნელზე მეც ძალიან იმედგაცრუებული ვარ თუმცა აქვს გარკვეული შეიძლება ითქვას ობიექტური მხარე იმას რომ გუშინ 2-0-ის შემდეგ კი რაღაც წავაგეთ და ფაქტობრივად ბოლო 30 წუთი მატჩისა რაც ყოველთვის ჩვენი ნაკრების ახილევსის ქუსლი იყო მატჩის ბოლომდე მიყვანა ჭირდა გამარჯვების შენარჩუნება უამრავი მაგალითი გვახსოვს როდესაც გუნდი იგებს წინვალე დაიწყო თამაში ყველაფერი კარგად არის თუმცა ბოლოსკენ ტაიმის ბოლო იქნება თუ თქვა მატჩის მიწურული ჩაგდებული საბოლოოდ წყალში ჩაყრილი ის გარჯა სამი ახალწეული დააყენა გუშინ შემადგენლობაში ვილისანიულმა ილია ბერიაშვილი, ლუკა გადრანი და გიზი მამაგეიშვილი, რა თქმა უნდა, სამი ფეხბურთელი 11 კაცი რომ დებიუტანტია ჯერ რომ არ არის შეთამაშებული, გარკვეული თამაშის ხარის დახსასვამს, თუმცა როდის თუ არა ამხანაგურ მატჩებში უნდა მოხდეს ახალგაზრდების საქმეში ნახვა. თვითონ მამაგეიშვილიც აღნიშნა რომ ჩემთვის უჩვეულო პოზიციაზე ვითამაშე, მაგრამ სადაც მწვრთნელი გამამწესებს იქ უნდა ვიყო და ვისწავლო უკეთ თამაში ნაკრებშიო, კლუბის ხო არის, ნაკრების ხო. ასევე არის უამრავი ფაქტორი, თქვათ ის რომ ეხა ბევრი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები იმ კლუბებში სადაც თამაშობენ, განსაკუთრებული თქვათ დიდი დატვირთვით სამწუხაროდ არა აქვს დიდი დატვირთვა, ბევრს არც უწევს ხშირი თამაში, იგივე თქვათ ჩვენი მთავარი გოლკიპერი რო ავიღოთ გიორგი მამარდაშვილი, ბოლო მატჩებს თუ არ ავიღეთ ფაქტობრივად სეზონის დიდი ნაწილი უხმად უწევს ყოფნა სადადარიგოთა სკამზე და არის კიდე ბევრი ფაქტორი და რაც ყველაზე მთავარია ეს არის ამხანაგური მატჩი, სწორედ ამხანაგურ მატჩებში უნდა გამოიკვეთოს ის სილუეტი, რამაც შემდეგ უნდა შექმნას ნაკრების თამაშის ხარისხი ოფიციალურ შეხვედრებში. ამაზეც ისაუბრა გუშინ ვილისანიოლმა ჩვენი ნაკრების თავმჯდომარემ მსვლელმა, თუმცა კი აღნიშნა რომ ის გაკვირვებულია ასეთი თამაშის შემოbrunებით, ასეთი ხარისხით მისი შეგირდებისა. ეს პირველ რიგში მას იქ ტაქტიკა ამაზე შორს აგვიყვანს საუბარი მატჩის დაწყების წინას კი ჩვენ ვინტერესდებოდი თქვათ
ჟურნალისტები თუ გულშემატკივრები რომ ბოლოს აი რა ტაქტიკით აპირებს სანიოლი თამაშს. უცნობი იყო შემადგენლობა, ვინ უნდა დაეყენებინა მატჩის დაწყებამდე რაღაც 1 საათი ადრე არ იყო ჯერ ცნობილი ესეც რა თქმა უნდა თქვათ თუნდაც მოქმედებს გულშემატკივარზეც ჟურნალისტებიც რომლებიც ელოდებიან თქვათ რომ გააშუქონ მატჩი მზად იყვნენ ამისთვის. ხვიჩა ყვარაცხელიას ფაქტორს რომ დაუბრუნდეთ და კაპიტნობაზე მკითხე თუ არა ხვიჩა აბა ვინ მაშინ დღეს ხვიჩა განაპირობებს ამინს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პრაქტიკულად ყველა წარმატებული მატჩი და ის რასაც მიაღწია ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე ევროპის ჩემპიონატზე თუ მას შემდეგ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უკვე აღარ არის შეიძლება ის ოფიციალურ მატჩებში ხარისხი რაც გვინდა ჩვენ რაც ვნახეთ ევროპის ჩემპიონატს თუმცა ესეც შეიძლება ითქვას ნორმალური ახალი ციკლი იწყება აგერ სექტემბერში იგივე ევროპის ერთა ლიგა და იმედი გვაქვს რომ იქ ნაკრები უკეთეს შედეგს დადებს თუმცა წინ ჯერ ამხანაგური მატჩები აგერ ზეგ 29-ში კაუნასში გვიწევს ლიეტუვასთან ასევე ამხანაგური მატჩი შემდეგ რუმინეთთან ითამაშებს გუნდი რუმინეთმა სხვათა შორის გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კვალიფიკაციის მატჩი წააგო ჩვენს ყოფილ მეტოქესთან თურქეთი გავიდა კვალიფიკაციის ფინალში და ახლა უკვე ფინალური ამაზე მე ერთად გამოშვებაში ვისაუბრებ ჩვენ ნაკრებს და ზოგადად სანამ დამოუკიდებლობას მოვიპოვებდით თბილისის დინამოს ყავდა ღირსეული კაპიტნები ალექსანდრე ჩივაძე არის მეტრი როგორი უნდა იყოს კაპიტანი არა მარტო თბილისის დინამოში საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი იყო ყველაზე დიდხანს საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების არსებობის მანძილზე ალექსანდრე ჩივაძე იყო ხელუხლებელი ანუ თქვა იქ არ იყო რომ აი თქვა ვინ შეიძლება იყოს თუ ან ტრავმას მიიღებდა ან თქვა რაღაც საპატიო მიზეზის გამო ტოვებდა მაშინ იყო ვიცე-კაპიტანი ოლეგ ბლოხინი თავარი კაპიტანი და მთავარი პირველი როგორც ეხა ხვიჩა პირველი კაპიტანი არ ვიცე-კაპიტნები ხო იყო კიდე რა თქმა უნდა კახაკალაძე იყო უახლეს ისტორიაში კაპიტანი ჯაბაკანკავა აგერ გურამ კაშიამ და იგივე გურამ კაშია რომელიც რეკორდსმენია აბსოლუტური ნაკრების ჩატარებული მატჩების მხრიდან კაპიტანს თავისი ფუნქცია აქვს, თავისი როლი აქვს. ხო, ამაზე მინდა ვიკითხო ზუსტად, ვინ წყვეტს, ვინ უნდა იყოს კაპიტანი და კაპიტნის, ვთქვათ, რანგი რას გულისხმობს? უპირველეს გამორჩეულობას და შესაძლებლობას, ანუ მიღწევას შენს, ვთქვათ, სპორტულ კარიერაში, თუ აქ დამატებით კიდე სხვა უნარები და თვისებები იყრის თავს, რაც გუნდი შეთამაშებას ნიშნავს, ერთგვარი მენეჯმენტური, ასე ვთქვათ, თვისებები, რასაც ვეძახით, როგორ ირჩევა ის და ვთქვათ, თუ გადმოვიხედავთ მსოფლიო პრიზმიდან, ეს კაპიტნის როლი ვინ როგორ მოირგო და ვინ პირიქით, ვთქვათ, ვერ შეასრულა ის, ხო, ვერ გაართვა თავი, რამდენად, ვთქვათ, დიდებულიც არ უნდა ყოფილიყო, როგორც პერსონალური სპორტსმენი. პირველ რიგში როგორც წესი ახლა თუ არ არის ვთქვათ ერთპიროვნული ასე ვთქვათ დიქტატორული დამოკიდებულება მწვრთნელის მხრიდან არიან მწვრთნელები რომლებიც იტყვიან რომ აი ეს უნდა იყოს კაპიტანი მე არ მაინტერესებს გუნდის წევრების აზრი. ანუ საბოლოო ჯამში მაინც გუნდის თითოეულ წევრს რა თქმა უნდა უთანხმებს მწვრთნელი თუ ვინ უნდა იყოს კაპიტანი თითოეულ წევრს ხა ხვიჩას შემთხვევაში მე როგორც ვიცი ერთხმად იქნა გადაწყვეტილება გამომდინარე იქიდან რომ ყველა ითავებს რომ ხვიჩა არის ლიდერი გუნდისა მას აქვს ის დადებითი თვისებები მეგობრული ურთიერთობა იქნება პირველ რიგში გუნდში არის მეგობრული არის ყოფილა გუნდები რომ რაღაც ისე იყო დაყოფილები თქვა რამდენიმე თქვათ სამი კაცი ერთად იყო იქ მეგობრობდნენ ის და არ იყო ესეთი შეთანხმება ძალიან დიდ გუნდებშიც ყოფილა მსგავს სიტუაცია ჩვენთან საბედნიეროდ ესეთი რაღაც არ არის და ხვიჩა კვარაცხელია პირველ რიგში არის გუნდის ლიდერი და არის რა თქმა უნდა თავისთავად ცხადია მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა ავტორიტეტი ასე ახალგაზრდული 25 წელი სპორტსმენისთვის ესეთი ასაკია ხო ყოფილა რა თქმა უნდა შემთხვევები, როდესაც კაპიტანს ვერ გაურთმევია თავისი ლიდერობის არის ნიუანსები თქვა სიტყვაზე, როდესაც
პირველი ტაიმის შემდეგ არ მისდის გუნდს თამაში, მსმელთან ერთად იქ კაპიტანს ეკუთვნის სიტყვა. მე ესეთი რაღაც მომისმენია რუსი კომენტატორისგან, ადრე ძველი ვასლაჩენკო იყო ესეთი კომენტატორი ცნობილი, რომელმაც ჩივაძეზე თქვა, რომ ესეთ სიტუაციებშიო, როდესაც აი გამოუვალი მდგომარეობა არისო და თქვა მეორე ტაიმი უნდა დაიწყესო გასახდელშიო, როდესაც ჩივაძე ლაპარაკობს, ყველა ჩუმად არისო თვითმწვრთნელებიც კი ეხა მსვლელი მაშინ ბესკოვი იყო, რომელიც მართლაც ერთპიროვნულად წვედა, ვინ უნდა ყოფილიყო ნაკრებში, მაგრამ აი ეს როცა უკვე ფორსმაჟორული სიტუაციაა და გამოუვალია, იქ აქვს ავტორიტეტი. ეს პატივისცემის მომენტიც ეთყობა ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. არის ხა კადრები, ხა ვიდეო კადრები შევიდა. აი ჩივაძის დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის ნაკრების დროს იქ როგორ იყო თქვათ მისი დამოკიდებულება ყველა ფეხბურთელთან და ფეხბურთელები როგორ შესწინებდნენ თვალებში და ეხლა ეს მის არ არის მარტო თქვათ კარგი ფეხბურთელი, კარგი პასუხისმგებლობის ნაწილზე გადავიდეთ. რა პასუხისმგებლობა ეკისრება კაპიტანს? შენ თქვი რომ აი თქვათ კრიტიკულ დროს მნიშვნელოვანია რომ მან გაწიოს სათანადო სამსახური, ესე თქვათ, ქმედება, თავისი ოსტატობა გვანახოს ამ რანგშიც. რა არის ეს? ისევ დავუბრუნდები, ეს არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის რომ ის არის ლიდერი, მასზეა დამოკიდებული, მის თამაშზეა დამოკიდებული ბევრი რამ, გუნდის წარმატება, ასევე ის ავტორიტეტი, რომ თქვათ, შეიძლება პირადად მე არ მიმდის დღეს თამაში, მაგრამ ეგ არაფერი ერთად უნდა და აი მე ამ კითხვის პასუხად მოვიყვან თორნიკე შენგელიას დამოკიდებულებას, მის დამოკიდებულებას და მისადმი დამოკიდებულებას, როდესაც შაშანდელ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა პლეი-ოფში და ალბათ ყველაზე ხმამაღალი სენსაცია მოახდინა, ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი, იქ წერდა ამაზე მე ვისაუბრე კიდეც ჩვენს ერთ-ერთ გადაცემაში. ფრანგი საკალათბურთო მიმოხილველი, რომელიც ამბობდა რომ ჩვენო ფრანგებს ყავსო ძალიან კარგი გუნდიო, არიანო კიდეო კარგი გუნდები, კალათბურთელებიო, იქ იოკიჩი თქვა, იგივე თქვათ სხვა NBA-ში მოთამაშე ვარსკვლავები, დონჩიჩი და სხვები, თუმცა აი ეს გამარჯვების მატარებელი სული, რომელიც აჩვენა და რომელიც აქვს საქართველოს ნაკრების კაპიტანსო, ესეთიო არც ერთს არ აქვს ამ ევროპის ჩემპიონატზეო. ეხლა ის ნათქვამი იყო ცხელგულზე მისი ქვეყნის მარცხის შემდეგ საქართველოსთან და ის დამოკიდებულება რაც დაინახა ეხლა იქ კულისებს მიღმა თქვა იქ გასახდელიდან გამომავალი სპორტსმენების ნახვა იქნება და იქ დამოკიდებულება კალათბურთელსა და თქვა კაპიტანსა და დანარჩენ თანაგუნდელებს შორის თუ რა იგულისხმა არ ვიცი, მაგრამ ესეთი განცხადება გააკეთა, რომელიც რა თქმა უნდა ჩემთან ყველა ქართველი გულშემატკივრის აი ეს მომენტი იყო, სწორედ თორნიკეს თამაშმა გადაწყვიტა, რა თქმა უნდა ბიჭებმა ყველა მაღალ დონეზე ითამაშეს, თუმცა თორნიკე არის ღირსეული კაპიტანი, აი ასეთივე ღირსეული კაპიტანი იქნება, მე დარწმუნებული ვარ, ხვიჩა კვარაცხელია. ყოფილა შემთხვევები, როდესაც თქვათ გუნდს ვერ გაუმართლებია თქვათ ის მასე დაკისრებული რასაც ელოდე მოლოდინი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარ დამნაშავედ მიჩნეული ყოფილა მთავარი მსმენელი და კაპიტანი, იმიტომ რომ მათ ვერ მოახერხეს შედუღაბება გუნდის კონკრეტულ თამაშზე იქნება თუ ზოგადად ტურნირზე. არის ტურნირი ხო, ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც 3 დღეში ერთხელ უწევს გუნდს თამაში და იქ საჭიროა ძალების აღდგენასთან ერთად ის დამოკიდებულება, გამოფიტვას რო არ ქონდეს ადგილი, ეს ცალკე საკითხია, რაზეც მსმენელებთან ერთად ნაკრების და გუნდის სტაფი მუშაობს, თუმცა კაპიტანს ვფიქრობ და ასეც არის, ეკისრება არანაკლებ დიდი დატვირთვა, მწვრთნელი იქნება ის ფიზიოთერაპევტი იქნება, ფიზიკური მომზადების იქნება სპეციალისტი, კაპიტანს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ვინ იქნება კაპიტანი? თავისი ფუნქცია ბრწყინვალედ შეასრულა ჯაბაკანკავა. მე ხა ბოლო პერიოდზე მომთორე, მანამდე კობიაშვილი ძალიან მაგარი კაპიტანი იყო, კალაძეც და კახაცხადაძეც და ვინც იყვნენ. აი ბოლო პერიოდში ჯაბაკანკავა, შემდეგ გურამკაშია და ეხლა ხვიჩა კვარაცხელია. ხვიჩას მანამდეც ჰქონდა კაპიტნის სამკლაური მორგებული, თუმცა კაშიას არ ყოფნის გამო ოფიციალური კაპიტანი კაშია იყო. ეხლა უკვე ოფიციალური კაპიტანი ხვიჩაა და წარმატებები უსურვოთ
ხუჩას ახალ რანგში. როდესაც სპორტსმენის მიმართ ინტერესი იზრდება თავისი შედეგიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თავისთავად ხვდებით, რომ ის მხოლოდ სპორტსმენი აღარ არის, ის არის ადამიანი, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, რომელიც მუდმივად ფოკუსია და მან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ღირსება და პიროვნულობა უნდა აჩვენოს საზოგადოებას. ერთგვარად მაგალითის მიმცემი უნდა იყოს. ხუჩას ეს არ გაჭირვებია არასოდეს. საოცრად ემოციური იყო პატრიარქთან მისი დამშვიდობება. წუთიერი დუმილი ნახეთ ჩვენ გუშინ და ის თამაში, რომელიც მან მიუძღვნა გარდაცვალების შემდეგ პატრიარქს. მე არ მქონდა შენთან შესაძლებლობა მესაუბრა ჩვენს პატრიარქზე, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეზე. მისი როლი არის განუსაზღვრელი ყველა მიმდინარეობაში, ცხოვრებისეულ, ყველა თემას შეეხო, ყველა საკითხს შეეხო, რაც საუკუნეების განმავლობაში იყო აქტუალური და ცდილობდა, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებით დაინტერესებულიყო, მიიღო გულში ჩაეხუტა და ასევე დაბრუნდა სხვა სიყვარულით და ემოციით ბოლო დღეებმა ამათში დავრწმუნდით გვაჩვენა ეს სურათი. სპორტი და პატრიარქი. ძალიან აქტუალური თემა პირადად ჩემთვის და ძალიან ისეთი თბილი სასაუბრო. მართალი ხარ და ყველამ ვიცით, კათოლიკოს პატრიარქი 10 წლეულების მანძილზე არ იყო უბრალოდ სულიერი ლიდერი იყო, ცდებოდა მისი თქვათ მოღვაწეობა, მისი ღვაწლი, თქვათ ეკლესიას, რელიგიურ არეალს და ვრცელდებოდა აბსოლუტურად ყველა სფეროზე. იქნებოდა ეს ხელოვნება, მეცნიერება, ადამიანური მომენტი, რა თქმა უნდა, სპორტიც ჩვენს ხშირად გაგვიგია ხომ, როდესაც ადამიანი, თქვათ, ცნობილი ადამიანი ყოფილა უკიდურესად ასეთ დეპრესიულ მდგომარეობაში, მომხდარი თქვათ ცხოვრებისეული ტრაგედიის შემდეგ და პატრიარქის სიტყვებს როგორ მოუბრუნებია მისი ცხოვრება და როგორ გაუგრძელებია მას. მუდმივად იხმობდა ამ ადამიანებს თავისთან, ესაუბრებოდა და აძლევდა ძალას ცხოვრების გაგრძელების. ასეთი ბევრი ისტორია ვიცით ჩვენს სამეგობროს, საახლობლოს გადაუტანია ამგვარი შემთხვევები და მართლაც რაღაც განსაკუთრებული იმედი და ნუგეში იყო. ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით. საერთოდ მისი ინიციატივები და თქვათ ის ეპისტოლები იქნება თუ საუბრები უბრალოდ ქადაგებები, რა თქმა უნდა, იყო ძალიან ესე იგი თანხლები ქართული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და თქვათ სწორად ცხოვრებისა. რაც შეეხება სპორტთან დაკავშირებით, ჩვენ გვინახავს ხო, როდესაც სპორტსმენები, ნაკრები, გუნდები იქნებიან თუ თქვათ დიდ ფორუმზე, ოლიმპიადაზე, მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების წინ ტრადიცია იყო ასეთი, ხვდებოდნენ პატრიარქს და პატრიარქის დალოცვის, პატრიარქის კუთხევის შემდეგ ნაკრები მიდიოდა. სხვათა შორის მე მახსენდება დავით ერთი ძველი ნოდარ ახალკაცის უფროსის ინტერვიუ. ასეთი გამოცემა იყო ძალიან კარგი 11:11-ზე, გაზეთი სპორტული საფეხბურთო გაზეთი და 11:11-ზე ინტერვიუ ჩამოვარდა ბატონ ნოდარ ახალკაცს იმ პერიოდში. ბატონი ნოდარი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი, სწორედ ახალკაცი გახლდათ, შემდეგ მისი ვაჟი, დიდ ნოდარ ახალკაცზე მაქვს საუბარი. და ასეთი რაღაც მოყვა, რომ როდესაც ფედერაცია ახალი დაარსებული იყო, ფეხბურთის ფედერაცია ელემენტარულად სახსრები საერთოდ ფული არ იყო, თქვათ, იქ ინფრასტრუქტურისთვის, თქვათ, იქ ჩემპიონატი ჩატარებისთვის, იქ რაღაც და პატრიარქთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდაო მე 90-იანი წლების ინტერვიუა და მივედი და ვთხოვეო, რომ იქნება სიმბოლურადო ერთი მანეთი, მაშინ მანეთები იყო ჯერ კიდევ 90-იანების შუა პერიოდია, 95-ში შემოვიდა თუ სწორად მოსულარი და მოკლედ და პატრიარქმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რაღაცის ეკლესიისთვის განკუთვნილი თანხის ნაწილი, გარკვეული საკმაოდ სოლიდური თანხა გადაარიცხინა და აი აქედან დაიწყო ქართული ფეხბურთის ფედერაციის და წინსვლა და თქვათ იქ ჩემპიონატი ჩავატარეთო, თქვათ მერე გამოჩნდნენ ეს
სპონსორები იყვნენ თუ მაშინ სპონსორი სჭირდა, ყველაფერი სჭირდა მაშინ ხო 90-იან წლებში, თუმცა ეს პირველი ნაბიჯი 97 წლის ინტერვიუა თუ სწორად მახსოვს, ნოდარ ახალკაცის ერთმანეთთან სადაც ის აღწევს შეიძლება ამის მოპოვება თუ იმეს დააინტერესებს. პლუს ამას კიდე უნიშნელოვანეს დეტალი რომელიც ასევე ცნობილია, თუმცა შეიძლება ბევრმა არ იცოდეს რომ როდესაც იმ ისტორიული მატჩის წინ დიუსელდორფის მატჩის წინ წასების ფლობელთასის ფინალამდე 1 საათით ადრე მოვიდა პატრიარქის წერილი გასახდელში ბიჭებს წაუკითხეს თურმე და გამხნევება. ეხლა შეიძლება ის მაშინ გაგანია კომუნისტების 91 წელს პატრიარქის წერილი შეიძლება ყოფილიყო რაღაცის რომ მაგრამ აი ამან იმ თვითონ ფეხბურთელების აღნიშნავენ რომ თითქოს რაღაც სტიმული მოგვეცა თითქოს უფრო რაღაც ვირწმუნებს საკუთარი ძალების ანუ როგორც ჩვენ თქვი ყველა სფეროში ყველა ადამიანთან იყო ჩართული მის წარმატებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენდა და ზუსტად გრძნობდა ყოველთვის რა უნდა გაეკეთებინა. მან ის შეძლო რომ რაღაცნაირად დროის თვალსაზრისით დაგვაკარგინა მისი აღქმა ყოველ დღე ყოველ წუთს შეიძლება მას ესაუბარი. და მე ვფიქრობ რომ ესაუბრები მუდმივად გაგრძელდება და მადრობა მას რომ მოგცა შესაძლებლობა იმ ეპოქაში გვეცხოვრა სადაც პატრიარქი იყო ილია მეორე გამორჩეული განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრა კახა დღევანდელი ეთერისთვის დროებით დაგემშვიდობები შენს ჩვენს მსმენელსაც და შევახსენოთ რომ ტრადიციულად 11 საათიანი 2 საათიანი და 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვებების შემდეგ კახა გელაშვილი კვლავ სპორტული სიახლეებით დაგიბრუნდებათ მადლობა დათმობილით მადლობა